ევროპულ ბიუროკრატიაში თუ დასრულდება უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები ჩვენ განვაახლებთ მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, აცხადებს ირაკლი კობახიძე. პრემიერის თქმით, ევროპულ ბიუროკრატიაში ახლა მძიმე მდგომარეობაა. ევროპულ ბიუროკრატიაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, არაფერს არ აქვს ფასი, არც სიმართლეს, არც არაფერს და ხედავთ, რამდენად აბსურდული ჩანაწერები შეიტანეს მათ იმ რეზოლუციაში, რომელიც დამტკიცდა დაახლოებით 140 ხმით. აქედან გამომდინარე ასეთი, ასე ვთქვათ, უსამართლობის პირობებში, ასეთი პრობლემების პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზრი აქვს დაკარგული. თუ დასრულდება ის უსამართლობა, ის არასწორი მიდგომა, ის პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში, რასაც ხედავთ, ბუნებრივია ჩვენ განვაახლებთ ჩვენს მუშაობას. ეს იყო კოლექტიური გონჩარენკოების გადაწყვეტილება და ზოგადად ძალიან ტრაგიკული მოვლენაა ის, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის ეს უკრაინელი დეპუტატი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტის გახსნისკენ. თქვენ გახსოვთ მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა განვახორციელებინა სამხედრო შეტევა სოხუმზე და ცხინვალზე. ის პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ, ამას ვერ მიაღწია და ახლა ცდილობს, რომ რამენაირად ამის გამო ჭვალებში დაგვსაჯოს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და გონჩარენკოების დასასჯელი. ეს ოპოზიციაც არიან კოლექტიური გონჩარენკოები, არაფერი განსხვავება არ არის, მათაც უნდათ მეორე ფრონტი ვერ მიაღწიეს და ამის გამო არიან დღეს გაგულისებული. ისე როგორც გონჩარენკო, აქედან არის გამომდინარე ყველა მათი ქმედება. ისინი არიან უბრალოდ უცხოელი აგენტები, ისე როგორც გონჩარენკო და ისინი ასრულებენ დავალებებს. მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ შეასრულონ პატრონის დავალება და პატრონი არის განაწყენებული იმის გამო, რომ ჩვენ არ გავხსენით მეორე ფრონტი.